ესე იგი ჩვენ დავასრულებთ საუბარი ქართული ანბანის მთვარის კალენდრის შესახებ და დავიწყეთ საუბარი ქართული ანბანის მზის კალენდრის შესახებ. ძირითადი აქ რა არის? როგორი მზის კალენდარი გვაქვს ქართულ ანბანში? ეს იულიანური რომაული მზის კალენდარია თუ უფრო ადრინდელი ეგრეთ წოდებული ეგვიპტური მზის კალენდარი. როგორც გამოირკვა, ქართულ ანბანში განხორციელებულია არა იულიანური რომაული კალენდარი, არამედ ეგვიპტური მზის კალენდარი. ოღონდ როგორც ცნობილია, ეგვიპტური მზის კალენდარი წელიწადში 365 დღე-ღამეს ანგარიშობდა და ამდენად იგი მოძრავი მზის კალენდარი იყო. რაც შეეხება ქართული ანბანის მზის კალენდარს, ეგვიპტური მზის მოძრავი წელიწადის ნაცვლად ქართულ ანბანში განხორციელებულია მზის უძრავი წელიწადის კალენდარი. როგორ ხორციელდება ეს? ცნობილია, მე ამის შესახებ ვისაუბრე, რომ ქართულ ანბანში იყო 35 ასო-ნიშანი, როდესაც იგი შეიქმნა. ანიდან ჯანამდის. შემდეგ ფარნავაზ მეფის ხანაში ქართულ 284 წელს ძველი წელთაღრიცხვით ქართულ ანბანს დაერთო 36 ასო-ნიშანი, ხოლო მირიან მეფის დროს იულიანური კალენდრის შემოღების შემდეგ ქართულ ანბანში უკვე 37 ასო-ნიშანია. ამას აქვს მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც უნდა გაირკვეს, ესე იგი, იმ უძველეს ხანაში, როცა შემოღებული იქნა მზის უძრავი წელიწადის კალენდარი, ეს კი მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს, ესე იგი 2550 წლის წინათ, ხოლო შემდეგ ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს შემოღებული ქართული მზის უძრავი წელიწადის კალენდარი განხორციელდა ქართულ ანბანში ძველი წელთაღრიცხვის 454 წელს. ფაქტიურად ჩვენ ქართულ ანბანში დასტურდება შესაბამისად უფრო ადრინდელი მზის, ესე იგი მზის კალენდარი შემოღებულია საქართველოში არა ანბანის შექმნასთან ერთად, არამედ უფრო ადრე. ის მზის უძრავი წელიწადის კალენდარი, რომელიც ქართველმა ქურუმებმა შექმნეს ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში და კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს, ის კალენდარი სწორედ დასტურდება ქართულ ანბანში. ქართული ანბანის 35 ასო-ნიშანი ანხორციელებს იმ დროინდელ, ესე იგი, მზის უძრავი წელიწადის კალენდარს. როგორ ხდება ეს? ჩვენ ვიცით, რომ ეგრეთ წოდებული ზოდიაქური მოძრაობა მზისა, ანუ ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო ეკლიპტიკის გზაზე და ხილულად ეს არის მზის ზოდიაქური
მოძრაობა, ანუ მზის მოძრაობა თანავარსკვლავედებში წელიწადის განმავლობაში. ათვლა იწყება გაზაფხულის ბუნიობიდან, როდესაც მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში, ანუ ზოდიაქოთ იწოდება. ანუ ვერძის ზოდიაქოში ეს ხდება გაზაფხულის ბუნიობის დღეღამ სწორებას. წლის პირველი ნახევარი დამთავრდება ქალწულის თანავარსკვლავედში, ქართული ზოდიაქოში, ხოლო სასტორის ზოდიაქოში სრულდება სასტორის ზოდიაქოში შესვლისას დგება შემოდგომის დღეღამ სწორების წერტილი, ესე იგი, აი ეს 6 და ეს 6 თანავარსკვლავედი ზოდიაქო წელიწადს ყოფს ორ პირველ ნახევრად და მეორე ნახევრად. აი ეს სისტემაა, სწორედ ბაბილონური სისტემა არის განხორციელებული ქართულ ანბანში. ჩვენ წინა საუბარში აღნიშნეთ, რომ სწორედ წელიწადის შემოდგომის ბუნიობის წინ წელიწადის პირველ ნახევარს ემატება ეგრეთ წოდებული 5 კალენდარული დღე, ხოლო ნაკიან წელიწადს კი 6 კალენდარული დღე. და ამდენად ქართულ ანბანში განხორციელებულია მზის უძრავი წელიწადის კალენდარი. თითოეული ზოდიაქოს გავლას მზე ანდომებს 30 კალენდარულ დღეს და ამდენად 12 გაზაფხულის ბუნიობამდე მომდევნო გაზაფხულის ბუნიობამდე, ანუ დღეღამ სწორებამდე მზე 12 ჯერ მზე 12 ჯერ 30 კალენდარულ დღეს უნდება. ეს კი 360 კალენდარული დღეა. როგორც ვიცით, ქართული ანბანის 30 ასონიშანი, ეს არის 30 კალენდარული დღე და სწორედ აი ამ თანავარსკვლავედების გავლისას 12 ჯერ 30 კალენდარული 360 დღე არის, ხოლო აქ სასტორის ან 5 ან 6 დღე ემატება ნაკიან წელიწადს და ვღებულობთ 365 და ნაკიან წელიწადში 366 კალენდარულ დღეს. მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ეს ფორმულა წელიწადში 12 თვე, ყოველი თვე 30 დღე დასტურდება, ეს ფორმულა დასტურდება ქართული ანბანის მე-12 ასონიშნით. ლას ასონიშნის, ეს არის ლასი, ლას და მისი რიცხვი მნიშვნელობა არის 20, ესე იგი რიგითი სათვალავით ლასი არის 12, ხოლო ანბანური სათვალავით 30. ესე იგი ქართულ ანბანში პირდაპირ დეს წელიწადის 12 თვე და წელიწადის
ყოველი თვე 30 დღიანია, 12-ჯერ 30, 360, ხოლო როგორც მოგახსენეთ, აი აქ სასტორის შემოდგომის დღეღამსწორების წინ ემატება 5 ან 6 ასო ნიშანი და ღებულობთ ესე იგი ქართული მზის ზუს კალენდარს. ახლა ასე დგას საკითხი, ქართული ანბანის მე-12 ასო ნიშანი ამდაგვარად იწერება, გამოსარკვევია ამ ასონიშნის მოხაზულობის რაობა და რატომ ეწოდება ამ ასონიშანს ლასს. საქმე ის არის, როგორც ვიცით, ჩვენ მზე ამთავრებს თავის ზოდიაქურ მოძრაობას თევზის თანავარსკვლავედში. წარმართულ საქართველოში არსებობდა რწმენა თევზის ღვთაებისა. ეს დადასტურებულია ქართული ეთნოგრაფიული მასალებით, ეს გამორკვეულია ქართული ეთნოგრაფიის ფუძემდებელს გიორგი ჩიტაიას. გარდა ამისა, ქართული დღესაც ცოცხალია ქართულ მეთევზეებში ლასის მნიშვნელობა. ლასი არის თევზის ღვთაება. ანუ უშუალოდ ეხმაურება უკანასკნელ თვეს, ესე იგი წელიწადის უკანასკნელი თვის სახელწოდება თევზი, ხოლო ქართულ ანბანში წელიწადის უკანასკნელი თვის სახელწოდება ლასი, ანუ თევზის ღვთაება. აი ქართულ ანბანში წარმართული ღმერთების მთელი კრებული არსებობს, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე-12 ზოდიაქურ თანავარსკვლავედს, როგორც ჩანს, წარმართულ ხანაში ლასი ეწოდებოდა, ანუ თევზის ღვთაების მნიშვნელობისა იყო და თევზის ღვთაებას უნდა ასახავდეს. ამდენად ჩვენ ამ ასოში თევზის ღვთაების მნიშვნელობა უნდა ამოვიცნოთ. საქმე ის არის, რომ თევზის რამდენიმე განსახიერება არსებობს საერთოდ ძველ ცივილიზაციებში და განსაკუთრებულად თევზის ღვთაებას ჰიპოკამპუს, ლათინურად რო ვთქვათ, ჰიპოკამპუს ეწოდება, ხოლო ქართული მისი სახელია ცხენთევზა, რომელიც შავ ზღვაში არის. ეს ცხენთევზა როგორ არის? ესე იგი ცხენის თავი ცხენის პირისახეს მიუგავს, ხოლო შვეულად მოძრაობს სხვა თევზებისაგან განსხვავებით და ესე იგი კუდი აქვს, თევზისებური კუდი აქვს აპრეშილი. ამდენად, აი ეს გრაფიკული ნახაზი, ეს არის თევზის თავი, შემდეგ იგი შვეულად მოძრაობს წყალში და აი მისი კუდი, ესე იგი ზუსტად ასახიერებს ღვთაების განსახიერებას, ეგრეთ წოდებულ ცხენ თევზას, რომელსაც ლათინურად ჰიპოკამპუსი ეწოდება. ამდენად მე-12 ასონიშანის რაობა აგრეთვე გამორკვეულია. ჩვენ ახლა თანდათანობით ვირკვევთ ქართული ასონიშნების რაობას, მათ გრაფიკულ შინაარს. გამორკვეული გვაქვს ანის ნიშნულობა, გამორკვეული, რომელიც სავსე მთვარეს ნიშნავს ასტრონომიულად
და მთვარის კულმინაციას აღნიშნავს გამორკვეული გვაქვს მეექვსე ასონიშნის ნიშნულობა, რომელიც ესე იგი სასწორს აღნიშნავს, გამორკვეული გვაქვს მე-15 ასონიშნის იეს ნიშნულობა, რომელსაც ახალი მთვარის ნიშნულობა, 29 ასონიშნის ნიშნულობა არის 9 მთვარე და ყველაფერი ეს საჭიროა იმისათვის, რომ განხორციელდეს ქართულ ამბანში მთვარისა და მზის კალენდარი. აი ამ შემთხვევაში ქართული ამბანის მე-12 ასონიშანი თევზის ღვთაება ცხენი თევზა, ესე იგი მიუთითებს უკანასკნელ წელიწადის უკანასკნელ დამასრულებელ თვეს თევზის ზოდიაქოს და ამდენად ქართული ამბანი ზუსტად ითვლის ლასის მეშვეობით, ლასის ფორმულის მეშვეობით 12 თვე და ყოველი თვე 30 დღე გადამრავლებული 30 დღე 12 თვეზე 360 დღეა, ხოლო როგორც ვიცით, შემოდგომის ბუნიობის წინ ამ 360 ემატება 5 ან 6 კალენდარული დღე და ამდენად ქართულ ამბანში განხორციელებულია მზის უძრავი წელიწადის კალენდარული სისტემა.